180 მსჯავრდებული სასჯელსრობით დაწესებულებას დატოვებს 46 სასჯელის სხვადასხვა ბადით შემცირდება პრეზიდენტმა შეწყალების აქტი გამოსცა 226 შეწყალებული პატიმრიდან 14 ქალი და 1 არასრულწლოვანია 226 რეკომენდაციის შეწყალების კომისიამ 1329 განცხადების განხილვის შემდეგ გასცა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით რეკომენდებულთა შორის ძირითადად სუბუქ დანაშაულში ბრალდებული პირები მოხვდნენ თუმცა ამ სიაში არიან ისინიც ვინც სასჯელს ნარკოტიკული დანაშაულის სისხლი და მათ შორის ერთი ნარკოტიკული დანაშაულის შემოტანის ბრალდებით. შეწყალებული მსჯავრდებულები სასჯელსრობის დაწესებულებას დღესვე დატოვებენ. შეწყალების საკითხთა კომისია მუშაობდა 1-დან 6 ივნისამდე და მან განიხილა ინფორმაციის სახით 1329 პირის საქმე. ამდენი განცხადება იყო შემოსული კომისიაზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს პრეზიდენტმა შეიწყალა 226 მსჯავრდებული. შეწყალების აქტი, რომელიც პრეზიდენტმა გამოსცა, გადაგზავნილია სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში შესაბამის დეპარტამენტში და უკვე აღსრულება დაწყებულია.